საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 2 აგვისტოს წმინდა ილია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია მართლისა და წმინდა მოწამე სალომე ქართველის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესვე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხედა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ანგელოზის დღეა. დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ცხედა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ აღავლინა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღესვე მარკოიშვილების, კანდელაკების, სიმსივეებისა და ინდაშვილების გვარები დაილოცა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოლა სამდელონო, დემთავარნო, პატიოსანო, მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ ილიაობას. დღეს არის წმინდა წინასწარმეტყველ ილია თესბიტელის ხსენება. დღეს არის ასევე წმინდა ილია მართლის ჭავჭავაზის ხსენება. და ამ დღეს ჩვენ ყოველთვის ვიკრიბებოდით და ვილოცავდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ანგელოზის დღეს. და აი ეს სამი დიდი მოღვაწე, რომლებიც მე ჩამორთვალე, მოღვაწეობდნენ სრულიად სხვადასხვა ეპოქებში, სხვადასხვა დროს, მაგრამ მათ აერთიანებდა მთავარი რამ. ისინი იყვნენ წინამძღოლები და სულიერი წინამძღოლები თავიანთი ერების, ხალხების და დიდი მოშორნეობით იცავდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და წინ აღუდგნენ სულიერ და ეროვნულ ღირებულებებთან მებრძოლ ძალებს და შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი როლი შეასრულეს ამ ღირებულებების გადარჩენის საქმეში. დღევანდელი დღე კიდევ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის, ვინაიდან დღეს აღინიშნება თხოთის მთაზე მომხდარი სასწაული, რომელიც შეემთხვა მირიან მეფეს, წმინდა მოციქულთა სწორ მეფე მირიანს. და როგორც გახსოვთ თქვენ, სწორედ აი ამ სასწაულმა განაპირობა მისი მოქცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამ სასწაულის შემდეგ გადაწყვიტა მან გაქრისტიანება და შემდეგ ქრისტიანობა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად. აი ამ დიდი მოვლენის 1700 წელს აღნიშნავთ ჩვენ წელს, ამ წელიწადს და ამდენად აი ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენთვის ყველასთვის. ბევრი რამის თქმა გვინდა დღეს მის უწმინდესობაზე და უნეტარესობაზე, მის ღირსებებზე, მის თვისებებზე. აი ამ დღეს ჩვენ ყოველთვის ამას აღნიშნავდით დიდი მადლიერებით, სიყვარულით. მაგრამ მე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება მის იმ თვისებებზე, განსაკუთრებულ თვისებებზე, მისი ცხოვრებიდან, მისი ღვაწლიდან, რომლებიც საოცრად ეხმიანება დღეს წაკითხულ სახარებას. დღეს თქვენ მოისმინეთ ეპიზოდი ზღვაზე სლვის სასწაულის შესახებ. აი, როდესაც მაცხოვარმა 5 პურით და 2 თევზით დააპურა 5000 კაცი თვინიერ ქალებისა და ბავშვებისა, როგორც სახარება აზუსტებს. შემდეგ ეს ხალხი გაუშვა, გაითხოვა და მოციქულებს უბრძანა, რომ გენისარეთის ზღვა გადაეცურათ მის გარეშე და გენისარეთში მისულიყვნენ. ის კი დარჩა განმარტოვებით სალოცავად. და აი შუა ღამეს ატყდა საშინელი ქარიშხალი, მოციქულები იყვნენ ამ ზღვაში, ნავში, რომელიც ძალიან ირყეოდა ტალღებისგან, იმიტომ რომ როგორც ამბობს მათე მახარობელი, პირქარი უბერავდა
და უესრად ისინი ხედავენ, რომ უფალი იესო ქრისტე მათთან მოდის ზღვაზე სლვით და ძალიან შეეშინდათ. იფიქრეს, რომ მოჩვენებას ხედავენ. მაგრამ უფალმა უთხრა, ნუ გეშინიათ, ეს მე ვარ, გამხნევდით. და პეტრემ უთხრა, რომ თუ ეს შენ ხარ უფალო, მიბრძანე, რომ მეც გადმოვიდე ნავიდან და შენსკენ წამოვიდე. მოდი, უთხრა უფალო. პეტრეც გადავიდა ნავიდან, დაიწყო სიარული, მაგრამ რომ დაინახა ეს ქარიშხალი, ეს საშინელი ხმაური, რომელიც თან ახლდა ამ ქარიშხალს, შეეშინდა და დაიწყო ჩაძირვა. და წამოიძახა შიშისგან, მიხსენ მე უფალო, შემეწი. უფალმაც უთხრა, რომ რატომ დაეჭვდი მცირედ მორწმუნე? გაუწოდა ხელი, მოჰკიდა მას ხელი, ნავზე აიყვანა, ქარიშხალიც ჩაცხრა და ისინი მაცხოვართან ერთად გავიდნენ გაღმა და მივიდნენ ქალაქ გენისარეჯში. აი ესეთი სახარება იყო წაკითხული, რომელიც საოცრად გვაგონებს ჩვენ ალბათ უნებლიეთ ჩვენს ცხოვრებას, რომელიც სავსეა აი ამ ცხოვრებისეული ქარიშხლებით, რომლებიც ეკვეთებიან ჩვენს რწმენას, ჩვენს სინდის, ჩვენი გულის საუკეთესო მისწრაფებებს და ლამობენ, რომ ჩვენი პატარა ნავი ჩაძირონ. და ჩვენ ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ხსნა არ საიდან არის. მაგრამ დღევანდელი სახარებით უფალი გვასწავლის ჩვენ, რომ ყველანაირ ქარიშხალში, ყველანაირ ღელვაში გაისმის უფალ იესო ქრისტეს ეს მანუგეშებელი სანუკვარი სიტყვები, ნუ გეშინიათ, მე თქვენთან ვარ, გამხნევდით. და აი თუ ჩვენ გავიგონებთ ამ სიტყვებს, თუ ჩვენ პეტრეს მსგავსად გავემართებით უფლისკენ, გვექნება მისწრაფება მისკენ, ის აუცილებლად ჩაკვიდებს ჩვენ ხელს, შემოვა ჩვენს ნავში და ჩვენ უკვე გავხდებით მისი თანამგზავრები. ეს ქარიშხალის ჩაცხრება აუცილებლად და ის მიგვიყვანს ჩვენ მშვიდობიან ნაპირთან. მისი რწმენა, მისი მადლი და ძალა მიგვიყვანს ჩვენ იმ მიზანთან, რისთვისაც ცხოვრობთ, რისთვისაც ვართ მოწოდებულნი და დანიშნულნი. ოღონდაც რა უნდა გქონდეს ჩვენ ძვირფასო ძმებოდადები? ოღონდაც არ გვიმტყუნოს აი ამ სულიერმა სმენამ, რომ ყოველთვის გვესმოდეს მისი ეს სიტყვები, მე თქვენთან ვარ, გამხნევდით, ნუ გეშინიათ. და აი როდესაც ჩვენ ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, ალბათ ყველანი დამეთანხმებით, რომ მას საოცრად გამოარჩევდა ეს თვისება, მას არასდროს უმტყუნა აი ამ სულიერმა სმენამ და ყოველთვის ესმოდა მას უფლის ეს სანუკვარი სიტყვები, მე თქვენთან ვარ, გამხნევდით და ნუ გეშინიათ. და ის იღწოდა მთელი სიცოცხლე, არა მხოლოდ იმისთვის, რომ თვითონ გაეგონა ეს სიტყვები, არამედ რომ მთელ ერს, მთელ ქართველ ხალხს გაეგონა ეს სიტყვები, უფლის ეს სიტყვები და მიუხედავად მრავალი ქარიშხლისა, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს, ჩვენს ეკლესიას, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის წინამძღოლობის პერიოდში, ვერც ერთმა ამ ქარიშხალმა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ვერ შეაშინა, ვერ შეარყია და ესე უდრეკად მიისწრაფოდა ის უფლისკენ და მიყავდა მასთან ერთად მთელი ერი და მართავდა აი ამ ეკლესიის ხომალდს ასეთი ურყევი რწმენით და შემართებით და ჩვენ დაგვიტოვა ჩვენ ყველას მის სულიერ შვილებს გამართული, გაძლიერებული და გამრავლებული ეკლესია. და რა თქმა უნდა ამ ყველაფრისთვის ჩვენ მადლობთ მას დიდად, მთელი ქართველი ერი
მას მადლობს და პასუხობს დიდი სიყვარულით, დაფასებით და ერთგულებით, რაც განსაკუთრებული ძალით გამოჩნდა მისი გარდაცვალების და დასაფლავების დღეებში. აი დღეს ჩვენ შეკრებილდი ვართ, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი ღვაწლი, მისი პიროვნება, ჩვენი საყვარელი დიდი მეუფე და მამაი ჩვენი ილია და გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და სიყვარული მის მიმართ. ღმერთმა დალოცოს მისი სული და სასუფეველსაც ათასა დაამკვიდროს, განუსვენოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ილიაობის დღესასწაულს წმინდა წინასწარმეტყველ ილიას ლოცვით, წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის ლოცვით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს, დაიფაროს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს ჩვენ ვლოცავთ შემდეგ გვარებს: მარკოიშვილებს, კანდელაკებს, სიმსივეებს და ინდაშვილებს. ღმერთმა გახაროთ, გაგაძლიეროთ და გამრავლოთ. ამინ. ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები დღესასწაულის მნიშვნელობასა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ღვაწლზე საუბრობდნენ. ყველას გილოცავთ ილიაობას. დღეს არის ილია თესბიტელის, წმინდა ილია მართალის ჭავჭავაძის და ჩვენი პატრიარქის ანგელოზის დღე. სამი ილია შეგვეწიოს. სამივე არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პიროვნება, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოში ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ჩვენი ეროვნული ღირებულებების დაცვის საწინდარი ბრძანდებიან. განსაზღვრეს, რომ ეს შექმნეს ისეთი პირობა, რომ დაცული იყო საქართველოში. ამიტომ მათი მეოხება საქართველოსთვის არის უმნიშვნელოვანესი და დღეს არის თოთის მთაზე. აი სწორედ რომ ეს დღე მნიშვნელოვანია, იქიდანაც ჩანს, რომ თოთის მთაზე აი ამ დღეს, ილიაობა დღეს, მეფე მირიანს თვალი აეხილა სულიერი, მან იწამა ღმერთი და ამის შემდეგ ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგია და წელს ჩვენ აღნიშნავთ სახელმწიფო რელიგიის გამოცხადებიდან საქართველოში 1700 წლის თავს და ეს არის უდიდესი თარიღი და აი განსაკუთრებულია დღევანდელი დღე ამ თვალსაზრისით და ყველას ულოცავ ამ დღეს სამი ილიას მადლი, თოთის მთის სასწაულის მადლი და მეფე მირიანის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს. ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენი უწმინდესი პატრიარქის საოცრება იყო მზე და სინათლე, სიყვარული, რა დაგვიტოვა საგანძური გალობას ახლა დღეს რო უსმენთ ამ ტაძარში. ეს ნაყოფი არის ჩვენ უწმინდესი პატრიარქის შრომისა აღადგინა, ეს შვენიერი ტაძარი, ჩვენიერი ფრესკები, აღადგინა მხატვრობა, არქიტექტურა, სულიერება და დღეს არის ასევე დიდი დღე, რომელიც უყვარდა ჩვენ პატრიარქ ილია მეორეს, თოთის მთაზე სასწაული მეფე მირიანისა, მოციქულთა სწორი მეფე მირიანი. თქვენ იცით, რომ წმინდანინოს მიეცა ბრძანება უფლის მიერ, რომ უნდა მოსულიყო მეფე მირიანთან და მოექცია მეფე მირიანი და ჩავიდა წმინდანინო და არ დაიჯერა მეფე მირიანმა მისი გადაგება და წავიდა თოთის მთაზე სანადიროდ და მე ამბობდა, რომ აი მე ახლა ჩამოვალ დაბრუნდები უკან და აი ამ ქრისტიანებს ყველას პასუხს გავცემ და თოთის მთაზე დღეს სწორედ დღევანდელ დღეს მოხდა დიდი სასწაული. ეს იყო ფერისვალება მთლიანად მეფე მირიანისა, რადგან მას დააბნელდა მისთვის ქვეყანა და მე უხმო საბოლოოდ უხმო იესო ქრისტეს, რომელიც მას არ წამდა, მაგრამ იძულებული იყო ეთქვა, რომ იესო ქრისტე მიხსენი მე და მართლაც იმ დიდი სიკვდილისაგან და გასაჭირისაგან იხსნა იესო ქრისტე მეფე მირიანი და წასვლის დროს იქადოდა, როგორც გითხარით, რომ დახოცავდა ქრისტიანებს და უკან რომ მოდიოდა, ამბობდა მიეცი დიდება ქრისტიანთა ღმერთს, წმინდანინოს ღმერთს. ასე რომ დღეს არის დიდი დღე, ჩვენი მოქცევის დღე და გილოცავთ ღმერთო მრავალს დაგასრულებთ. მოგესალმებით, დღევანდელი დღეს არის ილია თესბიტელის ხსენების დღე, იგივე ილიაობა. ეს არის თითოეული ქართველისთვის ღირსშესანიშნავი დღესასწაული. მოგესალმებით ყოველთვის ილიაობა იყო დაკავშირებული განსაკუთრებით ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქთან, უწმინდეს საგანმანათლებლთან და
პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი ერი ამ დღეს ზეიმობს მისი მამობრივი სიყვარულის და მამობრივი მზრუნველობის გარეშე, თუმცა შეიძლება ფიზიკურად ის არ არის ჩვენთან ერთად, მაგრამ თითოეულმა ჩვენთანმა ვიცით, რომ თითოეული ქართველის გულში მას აქვს მარადიული ადგილი. ამიტომაც ისევ ის სიხარული შემოდის, თითქოს ისევ ჩვენთან ერთად არის და ისევ მოძღვრავს ისის თავისი სიყვარული და მამობრივი მზრუნველობით, ისევ არის ჩვენს გვერდით. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მიეკუთვნება ვიცით ელია თესბიტელის ძველი ათმის უდიდეს წინასწარმეტყველს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება. თითოეულმა მორწმუნე, თითოეულმა ადამიანმა იცის მის შესახებ, რომ მისი უწმინდესი სახელი დაკავშირებული არის ჩვენი მაცხოვრის როგორც პირველ ასევე მეორედ მოსვლასთან. დაკავშირებულია თვითონ ეს წმინდანი საქართველოსთან, იმდენად რამდენადაც მისი ხალენი მოიხსენებათ არის საქართველოში. გარდა ამისა, დღევანდელი დღეს არის ქართველთა ახალი მოსეს ჩვენი ილია მართლის ხსენების დღე, რომელიც მოიხსენებათ არის მართლაც უგვირგვინო მეფე ჩვენი სამშობლოსი და თითოეული ქართველი სასოების მისახეს მოიხსენება წმინდა ილია მართლის სახელს და ევედრება დღეს მას, რომ იყოს შუამდგომელი და მეოხი წინაშე ღვთისა. ასე რომ დღევანდელი დღე დაკავშირებული არის სამ ილიასთან, ასე ვთქვათ, ელია თესბიტელთან, წმინდა ილია მართალთან და ჩვენს უწმინდესთან რომტერესთან, რომლის გარეშეც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი ერი აღნიშნავს ილიაობას, ამიტომაც ეს მომენტი, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენთაგანის გულში აჩენს საოცარ დარდს, მაგრამ დარდთან ერთად, რა თქმა უნდა, შემოდის ის მარადიული სიხარული, რომელიც უკავშირდება იმას, რომ ფიზიკურად ის ჩვენთან აღარ არის, მაგრამ თითოეულ ჩვენთაგანის გულში მას აქვს განუსაზღვრელად დიდი და განუსაზღვრელად უმნიშვნელოვანესი ადგილი. სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღესასწაულს, ჩვენი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია. დღეს არის პირველი დღე, რომ ილიაობას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს გარეშე აღნიშნავთ. აღუწერელია, ფასდაუდებელია მისი წვლილი საქართველოს და მართლმადიდებლური სამყაროსთვის. ვილოცავთ ილია მეორეს ზეციურ საქართველოში. სასიხარულოა, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე აღავლენს წირვას და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი ილიაობები და მომავალი საქართველოს იქნება გაბწყინებული და ღმერთმა ქნას, რაც შეიძლება მეტი სიკეთე კონდეს ჩვენს ქვეყანას. სრულად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს ილიაობას, ილია მართლის, ილია თესბიტელის და ჩვენი უწმინდესი ილია მეორის სანგელოზის დღეს. ღმერთმა გააძლიეროს და დედაღვთისმშობელმა გამთლიანოს ჩვენი ერი და სრულად საქართველო. დღეს არის პირველი წელი, როდესაც უწმინდესი ილია მეორის გარეშე ხვდებით, რაც დასანანია, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ ზეციური საქართველოდან ის გვიცავს, გვიფარავს და ღმერთს ევედრება ჩვენ საქართველოს გამთლიანებას და გაძლიერებას. ჩვენს პატრიარქ შიო მესამეს ულოცავ ასევე დღევანდელ დღესა. დღევანდელი დღის ძალითა და მადლით გაძლიეროს ღმერთმა და შეეწევს. ქადაგების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ტაძარში შეკრებილები კიდევ ერთხელ დალოცა. შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საგვარეულო ერთობებს ლოცავდა. გვარების საერთო საჭიროებების გარშემო გაერთიანების ტრადიცია, ლოცვასა და საეკლესიო მსახურებაში ჩართვა და გვარების დალოცვა კვლავ გრძელდება. ამ პერიოდში დალოცვილი გვარების წარმომადგენლები დღეს წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამეს შეხვდნენ. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სამების საკათედრო ტაძარში. დიდი მადლობა მინდა მოვახსენო პატრიარქ შიო მესამეს, რომ გვარების წინამძღოლთა დარბაზი, გვარის წინამძღოლების შეხვდება დაგლოცა და ღმერთო ბუნების ძალას, რომ ილია მეორეს დაწყებული საქმე გაგრძელდება, რასაც ვაკეთებდით და შრომობდით და
უფალს მიუძღვნიდით, უფრო მეტად და უფრო კარგად გავაკეთებთ ამას. დიდი მადლობა მოსახლეობას, დიდი მადლობა გვარის წინამძღოლებს, დიდი მადლობა ყველაზე მეტად საპატრიარქოს. უფალმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. მე წარმოადგენ შონიების საგვარეულო კავშირს. პირველი შეხვედრა შონიების იყო გალის სტადიონზე 1990 წელს. სადაც შეიკრიბა 6000-მდე კაცი. ილიაობას ჩვენ ისედაც აღნიშნავთ, მაგრამ მადლიერების ზნობით შეიკრიბება შონიები. დღეს მოვლენ მადლიერების ზნობის გამოსახატად. დღევანდელ დღეს ისე ულოცავ ჩვენ სამშობლოს, იმიტომ რომ დიდი საქმე და დიდი მოღვაწე დავკარგეთ ჩვენ უწმინდესი სახით. მე ერთის მინდა დავუმატო. მე აფხაზეთიდან ვარ. ბაბუაჩები სოხუმში ცხოვრობდა ნინოშვილის 8 ნომერში და უწმინდესის რეზიდენცია იყო 13 ნომერში და ბავშვებს ყოველთვის გვეფერებოდა და რა ვიცი, სორგზაზე გვაყენებდა. სამების საპატრიარქო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაური ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაბრძანდა. ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. პანაშვიდის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მრევლს ქადაგებით მიმართა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლად სამდელონო მღვდელმთავარნო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა წინასწარმეტყველ ილია თესბიტელის, წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის ხსენებას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ანგელოზის დღეს. ამ დღეს ჩვენ ყოველთვის ვიკრიბებოდით, მასთან ერთად მსახურობდით, წმინდა ლიტურგიას ულოცავდით და იყო ყოველთვის დიდი სიყვარულის და სიხარულის დღე. და აი დღეს ჩვენ როგორც მისი ერთგული შვილები კვლავ შევიკრიბეთ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში და შემდეგ აი აქ მის საფლავთან სიონის საპატრიარქო ტაძარში, რომ გამოვხატოთ მისდამი სიყვარული და მადლიერება და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი დიდებული ღვაწლი. ბევრი რამ შეიძლება ითქვას მის შესახებ, მის ღირსებებზე, მის თვისებებზე და აი დღეს წაკითხული სახარება, რომელიც თქვენ ყველა მოისმინეთ, ძალიან გვაფიქრებს და გვახსენებს მის განსაკუთრებულ თვისებებს. როგორც გახსოვთ, დღეს იყო წაკითხული სასწაული ზღვაზე სასწაულებრივი სulis შესახებ. როდესაც უფალმა იესო ქრისტემ მოციქულებს უბრძანა, რომ გადაეცურათ გენისარეთის ზღვა და თვითონ დარჩა განმარტოვებით სალოცავად, აი შუაღამეს ქარიშხალი ატყდა და დიდ ღელვაში მოყვნენ მოციქულები და უცებ ხედავენ, რომ მათთან ზღვაზე სვლით მოდის უფალი იესო ქრისტე. მათ ძალიან შეეშინდათ, იფიქრეს, რომ მოჩვენებას ხედავენ, მაგრამ უფალმა უთხრა მათ, რომ ნუ გეშინიათ, ეს მე ვარ, გამხნევდით. და პეტრე მოციქულმა უთხრა, რომ თუ შენ ხარ უფალო, მაშინ მიბრძანე, რომ მეც გადმოვიდე ნავიდან და შენსკენ წამოვიდე ზღვაზე. მოდი, უთხრა უფალმა. და პეტრეც გადავიდა ნავიდან და წავიდა ქრისტესკენ. მაგრამ დაინახა რა, ეს საშინელი ტალღები და ქარიშხალი შეეშინდა და ჩაძირვა დაიწყო. და შეჰყვირა, მიხსენმე უფალო. უფალმა უთხრა, რატომ დაეჭვდი მცირედ მორწმუნე? გაუწოდა მას ხელი, ჩაკიდა ხელი, აიყვანა ნავში, ქარიშხალიც ჩაცხრა და ეს ნავი მშვიდობით გავიდა ნაპირთან და მიაღწიეს გენისარეთში მოციქულებმა. აი ესეთი სახარებაა, ძვირფასო ძმებო და დებო და ეს გვახსენებს ჩვენს ცხოვრებისეულ ქარიშხლებს, რომლებიც იმდენად საშიშია ზოგჯერ, რომ ცხოვრებაც კი საშიში ხდება. და ჩვენ გვახსენდება უფალი, მაგრამ მოჩვენება გონია ხოლმე ჩვენც, როგორც მოციქულებს მოჩვენება ეგონა.
და ამიტომ კარგია თუ ჩვენ პეტრეს მსგავსად ვიტყვით, რომ თუ ეს შენ ხარ უფალო, მიბრძანე რომ მეც შენსკენ წამოვიდე. და ქარიშხლის აღარ უნდა შეგვეშინდეს, იმიტომ რომ ყოველ ქარიშხალში იმყოფება იესო ქრისტე და აი ამ სიტყვებს გვეუბნება. და რომც შეგვეშინდეს ამ ქარიშხლების, უნდა ვთქვათ მაშინ, რომ მიხსენ მე უფალო. პეტრეს მსგავსად უნდა გავემართოთ მისკენ და აი ვთხოვოთ ხსნა და შეწევნა და უფალი აუცილებლად შეგვეწევა. მაგრამ თუ ჩვენ თვით დაჯერებულობით, სიჯიუტით, კვლავაც ვიტყვით, რომ ეს მოჩვენებაა, როგორც მოსდის არაერთ ადამიანს, მაშინ ჩვენი დაღუპვა უკვე ამ ქარიშხალში გარდაუვალი იქნება. აი ესეთია ცხოვრების კანონი, ძვირფასო ძმებო და დებო. როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი, რომ უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის და გაგრძელება როგორ არის? უფალი შესავედრებელ არ ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე? და აი უფალი არის ჩვენი კლდე და საფუძველი, რომელზეც უნდა დაემყაროს, რომელზეც უნდა დაშენდეს ჩვენი ცხოვრება. და თუ ასე ვიცხოვრებთ ჩვენ, მაშინ ვერანაირი ქარიშხალი, ვერანაირი მღელვარება ამ ცხოვრებისა ჩვენ ვერ მოგვერევა და ჩვენს გადავიტანთ, ჩვენს გაუძლებთ და სხვებსაც დავეხმარებთ. აი რატომ გავიხსენე ეს ყველაფერი? მისი უწმინდესობის და უნეტარესობის საფლავთან. რომ ბევრი სხვა დიდებული თვისების და სათნოების გარდა, რომელიც მას ჰქონდა, აი ერთ-ერთი ეს იყო, რაც მას გამოარჩევდა, რომ ეს უდრეკი იყო რწმენაში და კლდეზე ჰქონდა უფლის სწავლებაზე, ეკლესიის კლდეზე ჰქონდა დაფუძნებული თავისი ცხოვრება და თვითონაც ესე კლდესავით მაგარი იყო რწმენაში, ეკლესიურ ცხოვრებაში და ეკლესიის წინამძღოლობის საქმეში. და რამდენი ქარიშხალი დატრიალდა ჩვენს თავს, ჩვენი ეკლესიის თავს, ჩვენი ქვეყნის თავს, აი ამ აწლეულების განმავლობაში, რაც მისი უწმინდესობა მართავდა ეკლესიას, არა? ამაზე მეტი ქარიშხლები არ ვიცი ისტორიაში ძნელათაც წარმოსადგენია. მაგრამ ვერაფერმა ამან ვერ შეარყია მისი რწმენა, მისი მოშორნეობა, მისი იმედი, სასოება ღვთისა და აი ამ ყველაფერთან ერთად მან მოახერხა დიდი აღშენებლობის წარმართვაც ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ეკლესიაში. და აი ამ ყველაფრისთვის ჩვენ განსაკუთრებით მას ვმადლობთ და ქართველმა ხალხმა უპასუხა მას დიდი სიყვარულით, დიდი მადლიერებით, რაც განსაკუთრებული ძალით გამოხატეთ ჩვენ ყველამ ერთად მისი გარდაცვალების და განსვენების დასაფლავების დღეებში. ასე რომ დღეს ჩვენ შევიკრებეთ, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, მადლობა გადაუხადოთ მას, ქედი მოვიხაროთ მისი დიდი ღვაწლის წინაშე და ვევედროთ უფალს მისი სულის განსვენებისთვის და ცათა სასუფეველში დამკვიდრებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ილიაობის დიდებულ დღესასწაულს, წმინდა წინასწარმეტყველ ილია თესბიტელის ლოცვით, წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, აცხოვნოს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სული, ღმერთმა დალოცოს, აკურთხოს, გაამთლიანოს, გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს საოცრად ესე დაემთხვა, რომ არის გასვენება შესანიშნავი ჩვენი მოქალაქის და ადამიანის გამორჩეული მამულიშვილის, ბატონ გურამ ქაშაკაშვილის გასვენება და დასაფლავება და მინდა დიდი სიყვარულით მე ვიცნობდი ამ უღირსეულეს ადამიანს, მინდა დავლოცო მისი სული და უსურვო ღვთის წყალობა და სასუფეველსაც ათასა დამკვიდრება და მადლობა გადაუხადო მას, მინდა მიუსამძირო მისი ოჯახის წევრებს და მადლობა გადაუხადო მას, ვინაიდან მან არაერთხელ პირადად ჩემდამი გამოხატა ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა და თანადგომა და გამაძლიერა თავის დროზე თავისი თბილი სიტყვებით და ღმერთმა შეუწიროს მას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ჩვენთან არსმევთ.
სიონის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილებმა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე კიდევ ერთხელ გაიხსენეს. აქ შეკრებილები მის განვლილ ცხოვრებაზე საუბრობდნენ და საქართველოს ეკლესიის მეთაურის საფლავს პატივს მიაგებდნენ. გვინდა მიულოცოთ სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე, დღეს არის წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღე და ასევე წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის ხსენების დღე. ასევე ამასთან დაკავშირებით მინდა ვახსენო ისიც, რომ დღეს არის ჩვენი აც განსვენებული უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ანგელოზის დღე. დღევანდელი დღე ჩვენთვის სრულიად საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ყოველ წელს ვიკირებებოდით ჩვენ პატრიარქის წირვაზე და ულოცავდით მათ ამ დიდ დღეს. წელს არის პირველი ილიაობა, როდესაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარეშე შევხვდით, თუმცა დღეს უწმინდესმა შიო მესამემ კაფიოდ გაუსვა ხაზი და კაფიოდ აღნიშნა ის, რომ თუ რამხელა ღვაწლი მიუძღვის ჩვენს აც განსვენებულ უწმინდეს ილია მეორეს, თუ რამხელა გამოწვევების წინაშე მოუწია მას თავისი პატრიარქობა და დღეს ასევე შეეხო უწმინდესი შიო მესამე იმ სახარებას, რომელიც აკითხული იყო წირვაზე, იმ სასწაულს, რაც მოხდა ზღვაზე და პარალელი გაუსვა უწმინდეს ილია მეორის ღვაწლს და ნამდვილად მან გაგვაერთიანა ჩვენ სრულიად საქართველო და გაგვიყვანა სამშვიდობოს და ეხლა ჩვენ ვსწავლობთ მის გარეშე ცხოვრებას, თუმცა ილია მეორე ზეციური საქართველოდან ლოცულობს ჩვენთვის და ასე ვთქვათ, ჩვენს მხარში დგას. დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმინდა წინასწარმეტყველი ილია თესბიტელისა. მოგეხსენებათ ამავდროულად დღეს არის ანგელოზის დღე, აც განსვენებული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილიასი. დღეს არის პირველი ილიაობა, როდესაც მისი უწმინდესობა უკვე იმქვეყნად არის და იმ ქვეყნიურ სამყოფელში ხვდება. ამასთან დაკავშირებით თავისთავად ცხადია, საქართველოს ყოველ ეკლესიაში აღევლინა საღვთო ლიტურგია და მათ შორის სიონის საპატრიარქო ტაძარშიც და სიონის საპატრიარქო ტაძარში მობრძანდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე, რომელმაც აც განსვენებული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეს სულის სახვად გადაიხადა პანაშვიდი. ჩვენ სარგებლობთ შემთხვევით და ულოცავთ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს წმინდა ილია თესბიტელის ლოცვით, ღმერთმა დაალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ. მე ვთვლი, რომ უწმინდესი და უნეტარესი არ წასულა. ჩვენთან არის ისევ. ოღონდ სხვა განზომილებაში. მისი წყალობელი თვალი, მისი წმინდა სული არტოვებს საქართველოს ფარველობის გარეშე. მაგრამ მე ერთსაც ვფიქრობ იმას, რომ მისი ძალისხმევით, იმ ლოცვით, რომელიც მან ჩვენთვის ილოცა, აი იმ ლოცვის ძალით ჩვენ ვიპოვით გზას, რომელიც ტაძართან მიგვიყვა. მინდა სრულიად საქართველოს ჩვენი მგალობელთა გუნდის სახელით მიულოცო ილიაობა წმინდა ილია თესბიტელის, წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის ხსენების დღე და წელს პირველი წელია, როდესაც ჩვენ ხვდებით მისი უწმინდესობის გარეშე და დღეს მისმა უწმინდესობა და უნეტარესობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა მისი უწმინდესობის მოსახსენებელი პანაშვიდი, სადაც ჩვენც ვგალობდით და შევავედრეთ უფალს, რომ მართალთა თანად, წმინდათა თანად განუსვენოს ჩვენს უწმინდეს პატრიარქ ილია მეორის უკვდავ სულს და დღეს მთელი ერი გამოვხატავთ მისი უკვდავის სულისადმი უდიდეს მადლიერებას, განუზომელ, განუსაზღვრელ მადლიერებას იმ სიკეთეების გამო, რომელიც მან აღავლინა და ჩვენს ქვეყანას მოუტანა მისი პატრიარქობის პერიოდში. გილოცავთ ილიაობის დღესასწაულს, ვულოცავ ჩვენს პატრიარქს შიო მესამეს და ასევე ვულოცავ ჩვენს ნეტარხსენებულ პატრიარქს ილია მეორეს. მისი ღვაწლი დაუფასებელია ქართველი ერისთვის, რა თქმა უნდა და
ჩვენ გვახსოვს ეს დღე მას თუ როგორ უყვარდა და როგორი მნიშვნელობის მქონე დღე იყო გვახსოვს და მადლობას ვუხდით ასევე ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს ქართველი ერისთვის ასეთი გაწეული ღვაწლისთვის და ჩვენთვის მისი სული ყოველთვის ძვირფასი იქნება და ეს დღე ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ერისათვის. ქადაგების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გამოჩენილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის გურამ ქაშაკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. გურამ ქაშაკაშვილი უკანასკნელ გზაზე დღეს სიონის საპატრიარქო ტაძრიდან გააცილეს.